ფილმი გახმოვანებულია აჭარანეთ ბეთის მიერ. თუ მარტო ოცნებობ, ოცნება ოცნებად ვედარჩება. თუ ვინმესთან ერთად ოცნებობ, ოცნება რეალობად იქცევა. ჯონ ლენონი. მეფის სახელით. ჩემი ფოლადის გასასინჯად მოემზადეთ. არა. არა. ბედონ. ხომ იცი რომ მასხარა ხარ არა? დონ. კიბესთან პრობლემა გაქვს? ისევ? ნება მომეცით გაგეცნოთ. მე ვარ ალფონსო პაბლო დიეგო ხოსე ფრანსისკო დე ბაულა ხუან როდრიგესი. ალფონსო. მადლობა ღმერთს. შენი დახმარება გვჭირდება. გამოვიცნობ, პრინცესა? გასაჭირშია? დიახ. შვენიერია. არა, საერთოდ არა ამშვენიერი. გოლიათმა გაიტაცა და ვახშმად უნდა მიირთვას. მე დიჯეი დოგი ვარ. ლამაზი და ტკბილი. ჩემი რეპი ასწორებს, მე დიჯეი დოგი ვარ. ბოდიში. მე დიჯეი დოგი ვარ. მომისმინე მასხარა, ახლავე გაჩვენებ რას ნიშნავს სიყო გმირი. აჰა, აი გოლიათიც. ახლავე მითხარი სადაგელო გოლიათო. ახლავე მითხარი სადაგელო გოლიათო. სად არის პრინცესა? მიშველეთ, მომიტაცეს. ალფონსო, ჩემი გადარჩენა მხოლოდ შენ შეგიძლია. შენ ისეთი მამაცი და ბრძენი ხარ. და ლამაზი. კუძე კაცი დაიბარეთ. მაი ჩემო გმირო. შენ გოლიათისგან გვიხსენი. ეს უნდა ვიზეიმოთ. ნადიმის დროა. მასხარა ხომ არ გინახავთ სასაცილო კუდი? აქ ვარ. მაშინ შენც გადაგარჩენ. შენ დამცხარი გამიფუჭე. დონ, მართლაც მასხარა ხარ. არც მეტი, არც ნაკლები. ყველანი მასხარას დასცინოდნენ და დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ. საუკეთესო მეგობრების თავგადასავალი. ფილმი გახმოვანებულია აჭარანეთ ბეთის მიერ. დამცინით?
არ მესმის რა, ყველა ღატაკები არიან. ჰა, ჯიბგირობა არ ამართლებს, მაგრამ არა უშავს. ახალი ბიზნესი მოვიფიქრე. იმედი არა მე კარგი, თორე ფასტფუდში მუშაობა არ მინდა. აბარა, ასეც ვიცადი. ეს თოჯინები საკოლექციო კედებივითაა. ხალხი მთელ ქონებას იხდის. ამ ძველმანებში წარმოგიდგენია? როგორ ჩანს ჩვენი ახალი საქმე ძველმანებია. იცი რა ძამიკო? ხანდახან ისეთი ბრიყვიც არ ხარ, როგორიც ჩანხარ. მადლობ. მე დიჯეი დოგი ვარ, ლამაზი და თქმილი ვარ, ჩემი რეპი ასწორებს. შენი აზრით ამით რამეს ვიშოვით? არა, ეგ რაღაც ნაგავია. ო, რა საყვარელია. სიყვარული. 6-2-1 ყურადღება. მორჩა, აქედან მოვუსვათ. და თეატრი სუფთა. დიდებული შოუ იყო. ამით მორჩა. ზორგი. ათასობით სპექტაკლის შემდეგ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, ეს ჩემი ყველაზე დიდებული გამოსვლა იყო, ჭეშმარიტი ოსტატობა. ხა, რა კარგია რომ თავმდაბლობა ამდენი წლის მერე შეინარჩუნეს. ყველა სპექტაკლის მერე მაგას ამბობს, თავში აუვარდა. კარგი, დავასრულეთ. დილით ახალი პიესის რეპეტიციას ვიწყებ. დაისვენეთ და დილით სამუშაო განწყობით ვოდით. აბა ჩემთან ვერთობით. აბა, წავიდეთ გავერთოთ. გავერთოთ სამსახიობო ოსტატობის მასტერკლასი. ცოტა დაგრჩა, მარცხენა ლოყაზე. დი, მასხარას როლმა დამხალა. სახეში ტორც ვეღარ ავიდა. მინდა ერთხელ მაინც ვიყო გმირი. გოგონია მე მინდა რომ გასაჭირში მყოფ გოგოს ვთამაშობდე დღეში 3-ჯერ. დამღალა იმან რომ გადარჩენა მჭირდება. მინდა თვითონ გადავარჩინო ვინმე. ეი, მზეო, რა? არ გონია რომ მაგ ცვლილებების დროა. მაგალითად ახალი როლების თამაშის. ბრავო. დონმა ერთხელ მაინც უნდა ითამაშოს გმირი. დონმა? გმირი? სერიოზულად ამბობ? მართლა სერიოზულად? გამორიცხულია. ნამდვილად არა. ნიჭიერი ვარ. მე ხომ მსახიობი ვარ. დონ, არ ვიცი რბილად როგორ გითხრა. შენ გმირი არ ხარ. სასაცილო ბიჭი ხარ. გესმის? მასხარა ხარ. კიდევ ჯამბაზი. სულელი. გინდა ნამდვილი გმირი იყო. ეს ფეხი საწყობში წაიღე. ხამერტო. მოდი დაგეხმარები. ეგ ფეხი თვითონა? არ გინდა. წვეულებაზე წადე. თან უფრო ძლიერი ვარ ვიდრე ჩანვარ. Come-idi, akoteblo pexo. ახალ პიესას გაუმარჯოს. დიდებულ აფასას გაუმარჯოს. ხო, გაუმარჯოს. დამცხორი მოგეწონა. აბა დიჯეი, არ შეგაშიდეს. ცენტრალურ პარკში დაიკარგე. სულ მარტო შვაყამისას. მაგრამ მე რა მოხდა? როგორც რა მოხდა? აქ მარტო ვერ დავჩები. გუნდი მჭირდება. სასწრაფოდ. ძმებო, რა ხდება? ეგ ახალი ვარ. თქვენთან შეიძლება? შეხედეთ, ლუჩკებში ვიღაც უცნაური ტიპი იმალება. ეგრე ნუ ამბო. მა, ლუჩკებში ვიღაც უცნაური ტიპია და ჩვენთან მეგობრობა უნდა. რას მიშტერები ხარ? აქედან მოუსვი. მე რა უშავს? ბოდიში რომ შეგაწუხეთ. აი ასე. ყველაფერი მაქვს რომ გმირი ვიყო. შანსკეცების შანსი მომეცით. ხედავ, ჩარდილში მიმალულს.
მე რომ შეძლებს ჩემ შეჩერებას ღრუბლების სასახლისკენ მიმავალ გზაზე ამ თეატრში შენერი ნაძირავას ადგილი არ არის ჩემი ფოლადის გასასინჯად მოემზადე მეტი არაფერი შეგიძლია? სულ ეს არის რაც შეგიძლია? შენ კიდევ გინდა? შენზე სწრაფი ვარ, შენზე ჭკვიანი და შენზე ძლიერი. მეფის სახელით! და ამან ჭკუა ასწავლოს ყველას. დი, ვერ შეგამჩნია. მე აქ მოდი გამოვიცნობ. გობლინს ებრძოდი, გმირულ ილიქებში ვარჯიშობდი არა? მე რაღაც ასეთი. რაღაც ეგეთი. ისე უმდიდრესი წარმოსახვა გაქვს. ხანდახან მეშინია რომ ზედმეტად მდიდარი. მარა, სამყაროს ისე ხედავ როგორც სხვა ვერავინ. ისე ამბობ გეგონება ეგ კარგია. სხვა მარიონეტები უბრალოდ დაზეპირებულ ტექსტს იმეორებენ. მაგრამ შენი წარმოსახვის წყალობით იმას გვნი, რაც ადრე არ არსებობდა. მაშინ ვაცხადებ, რომ ხვალ ამ დროისთვის ახალი სპექტაკლი გვექნება. მე მასხარა აღარ ვიქნები, შენ კი გასაჭირში მყოფი პრინცესა. მოდი თავს ნუ მოვიტყუებთ. შენ ციცი რომ ყოველთვის ერთი და იგივე როლებს ვითამაშებ. იმეც ნუ დაკარგავ. იმედის გარდა სხვა რა გაგვაჩნია? კარგი. იმეც გაუმარჯოს. როგორ ხარ ხალხო? მეც მემიღებ? გინდათ გავრებო? გაგიგია გამოთქმა. პირველ ჭიაყელას ადრეული ფრინველი იღებსო. არ გამგია. მე ადრეული ფრინველი ვარ, რაც ნიშნავს, რომ ორსაათში უნდა ავდგე. ის ბიჭი რატომ შეაშინე? კარგი ბიჭი ჩანს. ცენტრალურ პარკში ღამით უცნობებთან ლაპარაკი არ შეიძლება. დონ კიხოტი. თილად. ეს მიწის ქვეშეთი ტროლებით აასავსე. ვაფრთხილად, მამაცა რაინდო. ტროლები გვიტევენ. ნუ გეშინია, მე დაგიცავ. დი? გამარჯობა ძილისკუდა. დღეს ახალ პიესას ვდგამთ. როლების სია ახლა გამოფინეს. და ჩვენ რა როლები გვაქვს? მე არ ვიცი დონი, შენ გელოდებოდი. ცოტა ნელა. მე ისევ დავლელი ვარ. თუ შეიძლება. არაფერი ახალი, ასეც. ეს შევხედავ რა. კარგი რა. ქალი რომელსაც გადარჩენა სჭირდება. მე და რატომ არ მიგვერს? როგორც ყოველთვის, გმირის როლში ვარ. დიდებულად გაანაწილეს არა? დიდებულ განაწილებას ამას ეძახი? და რა არ მოხსოვს? შვენიერი როლი გაქვს. ჩემს გმირს სახელიც კი არ აქვს. რას ამბობ? მე ასევე ძახი ქალი, რომელსაც გადარჩენა სჭირდება. დამცინი? ერთი და იგივე როლებიც დავიღალეთ. მართლა, ჩვენ ხომ მსახიობები ვართ. ფართო დიაპაზონი და მრავალმხრივი ნიჭი გვაქვს. დიახაც. შეგვიძლია მეფეები ვიყოთ. ნაძირალები. ან ზომბები ჩამოწელილი ყბებით. ხრესაზიზღრობა. რა გულისამრებია? კარგი, ჩამოწელილი ყბა არ გვინდა. ყველაფერი მარტივადაა. გმირებს იმიტომ ვთამაშობ, რომ გმირი ვარ. მორჩა. მართლა საკმარისია.
სერიოზულად? ეს ნამცხვარი აქ რას აკეთებს? რას? წყობელის როლში ვარ. ნამცხვარი ყოველთვის მაქვს და შენ სულ შიგნით ეხეთქები. ეს შოუ ბიზნესია პატარა. ღმერთო. ხედავ დონ. მასხარას როლში იმიტომ ხარ, რომ მასხარა ხარ. როგორც უკვე ვთქვი. საკმარისია. კარგი, დასვლის დროა. ახლა ახალი ნამცხვარი მჭირდება. სიზღარია ალფონსო ის დი, მე მასხარების თამაშმა დამღალა. ალფონსო ისე იქცევა. ნამდვილი მეფესავით და ეს ყველას მოსწონს. არ გამახსენო. სად არის? სად? აი, აქ არის. რას აკეთებ? აი, დამიჭირე. მადლობა. დონ არ მეტყვი რას აპირებ? მინდა ცხოვრებაში რაღაცას მივაღწიო. მაგრამ თუ აქ დავრჩები და სახეში ნამცხრებს მივიღებ, არაფერი გამოვა. ამის მერე ჩემი სახელი იქნება დონ კიხოტი. გეთილშობილი რაინდი ლამანჩიდან. მე დონ, მაგრად გამოიყურები. მისთვის გამოეცხვე. ღრუბლების სასახლეში მივდივარ, თავგადასავლების საძიებლად. სამყაროს დაუმტკიცებ, რომ ნამდვილი გმირი ვარ. რომელ სასახლეში? ღრუბლების. თეატრიდან მივდივარ. მაგრამ რა? დონ, ვიცი გითხარი რომ შენი წარმოსახვის უნარი მომწონს, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია. გარეთ გასვლა საშიშია. სისულელეა. სად არის შენი თავგადასავლების წყურვილი? დი, ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდე. ჩემი თანამგზავრი იქნები. არა, ჩემი პასუხია, არა. და შენ მგზავ? მოდიხარ? მართალია სადაც არის ვარიანტი ვიყავი, მაგრამ მაინც მადლობა დაპატიჟებისთვის. თუმცა შენი თანამგზავრი ვერ ვიქნები. უხერხემლო ვარ. ხო და შანსი გაქვს რომ აღარ იყო. ვერ ხედავ, ტანიც კი არ მაქვს. უხერხემლო ვარ. მოფარფათე მზე ვარ. გაიგე? ჰო, გავიგე. ეგ ალბათ ხელშეგვიშლის. გზაში. კარგი, მორჩა გადაწყვეტილია, მარტო მივდივარ. ჩემი თავგადასავალი იწყება. მიდი ცხენა. ტკივნეულია ალბათ. ჰო, ცხენი არ მაწყენდა. მაგრამ როგორც ჩანს, ჩემი ბედია რომ ფეხით წავიდე. დონ, მოიცადე. როდიშიდე. მაგრამ ჩემი ბედი ამ კარს მიღმამელის. ფილმი გახმოვანებულია აჭარანეთ ბეთის მიერ. კარგ დღეს გისურვებთ. 45 წუთს ვაძლევ. ისიც მაქსიმუმ. თავს გაუფრთხილდე. ამ მოღრან ტყეში ნეტავ რა საიდუმლოებები მელოდება. დიახ. დამარცხებული ჯარისკაცის საბჯარი. ალბათ ვაშკაცურად იბრძოდი ძმაო. მცოცავი ქვიშა, კლასიკური მახე, მაგრამ არა დიდებული დონ კიხოტისთვის. ნახეთ როგორი სწრაფი ვარ. ღმერთო, ნუ თუ ეს ლეგენდარული თეთრი ულაყია, რომელიც ველზე თავისუფლად დანავარდობს. სიტყვები არ მყოფს. მოკლედ, მაღაზიაში ვიყავი და არ დაიჯერებ ვინ ვნახე. ო, ის იყო. წარმოგიდგენია? ჩემს ქუჩაზე მოვიდა, რომ ხორცი ეყიდა. ლომების მომთვინიერებელი და მისი მრისხანე მხეცი. გაჩერდი. ყვავილები წლის ამ დროს. ღმერთო არც კი მჯერა. ბისკვიტი ფერებს ვერ არჩევს, მაგრამ მაინც იცი როგორ შემომხედა. სერიოზულად?
ეს რა ჩაუჩვენს? ბისკვიტ? მოდი დედასთან. რა საკეთებ? მოკლედ მოვიდა და მეუბნება. ძალიან მომწონს შენი. ბრძოლა არ მინდა, მაგრამ სხვა გზას არ მიტოვე. მორჩი. გეყოფა ნაგვით თამაში. რა საზიბრობაა? ბისკვიტ. გამოგიჭირე. ეს რა? გამიმარჯვე. ამ ქვეყნად ვერც ერთი ლომი ვერ დაამარცხებს დონ კიხოტ ლამანჩელს. მე DJ დოგი ვარ. ბისკვიტ, მოდი აქ. ახლავე. წვრთნელებს რამდენს ვუხდი. ამან კი დღემდე არ იცის როგორ დაიწყეს. ჰა. მე კიდევ ვეუბნები. რა ლამაზი ქუდია. დიდად არ მომიტყუებია. რა საკეთებ? ვინც არ უნდა იყო გამარჯვებას ერთი წამი მაშორებდა. ასადილად ქცევას გაშორებდა ერთი წამი. ეს უკიდურესად სიტუაციის უკიდურესად გაზვადებული აღწერა, მაგრამ ვაღიარებ რომ დამეხმარე. ვაღიარებ. მოიცადე ერთი წამი. მე შენ გიცნობ. ის ტიპი ხარ პიესიდან. კიბიდან რომ ვარდება და ნამცხვარში ეხეთქება, არა? არა, მე ვერ ვიქნები. როგორც ჩანს შენ მასხარას აღწერ. მე კიდევ დონ კიხოტ ლამანჩელი ვარ. მამაცი რაინდი, რომელიც თავგადასავლებს ეძებს, რომ თავისი გმირობა დაამტკიცოს. არა, მართლა შენ ხარ. წარსულს ნუ გავიხსენებთ. შენ ისმით ხარი, როგორ მოგმართო. მე DJ დოგი ვარ. მეგობრები, თუმცა მეგობრები არ მყავს. ერთი უკვე ყავს. ყველა რაინს ჭირდება მეგზური. შენ კი დამიმტკიცე, რომ მამაცი ხარ. ჩემი მეაბჯრე უნდა გახდე. და მე შენ DJ სანჩოს დაგიძახებ. მე უკვე მქვია სხვა სახელი. ამიტომ არ გინდა. კარგი, მაშინ DJ-ს დაგიძახებ და სანჩოს გულში ვიტყვი ხოლმე. არ მოიცა. იმისთვის რომ გადაგარჩინე, ჯილდო ჩვენს თანაშემწედ უფასად მუშაობა მეკუთვნის? მართალია. თეი ვიწყე ძმაო. აბა, სანაცვლოდ რა გინდა? გპირდები ყველაფერს, რაც სამეფოშია. მოდი დავფიქრდეთ. ჯაჭვი არ მაწყენდა. ნამდვილი. ეს პლასტმასისაა. ხო. კიდევ ფრინავი მანქანა მინდა, მაგარი აუდიო სისტემით. კარგი. თუ ყველაზე მეტად გინდა? სიმართლე გითხრა, ყველაზე მეტად ნამდვილი ოჯახი მინდა. არა ისეთი არა ბოლოს რომ ყავდა. ნორმალურად ვერც გავიცანი. ბაზრობაზე მიყიდეს. მე აზრზე მოსვლას ვერ მოვასწარი, ისე მომისროლეს და ნაგავში ჩამაგდეს. DJ, როცა ჩვენი თავგადასავალი დასრულდება, გვირდები ისეთ ოჯახს გიპოვი, რომელიც გეყვარება. მართლა? ხო, მართლა. მაშინ თანახმა ვარ. რა თავგადასავალია? სად მივდივართ? ღრუბლების სასახლეში. ყველა მამაცი რაინდი უნდა მიადგეს მის კარიბჭეს. როცა მივალთ, მეფე ხმლით შემეხება მხარზე. და კისერზე გმირის მოსასხამს მომახვევს. ყველას თვალწინ. კარგი, არასდროს გამიგია, მაგრამ მაგარია. ზუსტად არ ვიცი სად არის. მაგრამ თუ კარგად მოვძებნით, ნამდვილად ვიპოვით. მაშინ რაღაც ველოდებით. ახლა მოვძებნოთ. You can travel without end until the day you Sir. meet a friend. No more reason to pretend. And no more rules for us to bend. Night by night and night by day.
ესეც შენ. ყველას უნდა. აი ეს არის ცხოვრება არა? ალბათ. თეატრი არ გენატრება? სახეში ნამცხრები არ მენატრება. ხოლო დი ისეთი ჭკვიანი და საყვარელია და დიდებული მსახიობი. ალბათ ნახე სპექტაკლში გოლიათმა რომ გაიტაცა. გასაჭირში მყოფი გოგო არა? ოღონდ მაგას პირდაპირ მოეტყვე. რატო? იცი დი ბევრად მეტია ვიდრე გასაჭირში მყოფი გოგონა. მე არ მესმის. თქვენ ხომ თოჯინები ხართ? მე თოჯინი ვიყა. არავინ. უკვე არავინ. ადრე დიდებული, ექსცენტრიული მოხუცი ჩარლი იყო. ყველაფერს ის მართავდა. მაშინ ყველანი სხვადასხვა როლებს თამაშობდით. მე სულ მასხარა არ ვიყავი. ჩარლიმ ყველაფერი იცოდა თეატრზე და ჩვენც ყველაფერს თამაშობდით, რაც მის წარმოსახვაში იბადებოდა. ჩარლი ჩვენზე, თოჯინებზე ზრუნავდა. გვალამაზებდა, ძაფებს ცვლიდა და გრიმსაც გვიახლებდა. მაგრამ ბოლოს, როგორც ყველა ადამიანი, ჩვენი ჩარლიც დაბერდა. ისე რომ თეატრს ვეღარ მართავდა. ჩვენ კი თოჯინებმა გადავწყვიტეთ, რომ შოუ უნდა გაგრძელდეს. მოიცადე. ანუ სცენაზე უბრალოდ მარიონეტების როლს თამაშობთ? ეგეთ ზედმეტ კითხვებს არავის სვავს. სულ მეულაპარაკო. მიდი, შენც მომიყევი რამე. ო, მართლა გინდავს მენა? მაშინ დააჭირე. რას დავაჭირო? დაცე დამოჭირე რა. არ მესმის რას ამბობ. ხელზე ღილაკი მაქვს, დააჭირე. მე დიჯეი დოგი დოგი ვარ. ლამაზი და თბილი ვარ. ჩემი რეპი ასწორებს. მე დიჯეი დოგი დოგი ვარ. ეს ოცრება. ეს სიმღერა ეპოქებს დარჩება. რაზეა? ძირითადად ამბობს რომ დიჯეი დოგი მქვიაო და რომ დიჯეი ვარო. რა თქმა უნდა, ლამაზი ვარ და შემიძლია ყოველთვის გიმღეროთ. ნამდვილი პოეტი ხარ. შიგნით ელექტროსქემა მაქვს. ყველაფერს ისაკეთებს. წარმოდგენა არ მაქვს ეგ რა არის, მაგრამ მომწონს. მიდი კიდე ვიმღერე. მე დიჯეი დოგი დოგი ვარ. ლამაზი და თბილი ვარ. ჩემი რეპი ასწორებს. მე დიჯეი დოგი დოგი ვარ. ეგ უკვე იმღერე. რატომ იმეორებ იგივეს? ჰა? ეს დაპროგრამებული ფრაზაა რა. ანუ მარტო ერთი სიმღერა გაქვს? როგორც ხედავ. რატომ? წარმოსახვა უნდა ჩართო. და ახალი სიმღერა მოიფიქრო. შენ თვითონ. არ ვიცი როგორ უნდა. მარტო ეს ვიცი. მე დიჯეი დოგი დოგი ვარ. ლამაზი და თბილი ვარ. ჩემი რეპი ასწორებს. მე დიჯეი დოგი დოგი ვარ. თავს გაუფრთხილდი დონ. ჯომად. ეს თოჯინები უკვე თითქმის ხელში ყავს. პალდილის ფული ჩვენი იქნება. ერთ თოჯინას ხედავ. მან რა ხდება? ეგ დააგდე. რა? აფიცერო, დახმარებისთვის მადლობა. მე კონდაქტორი ლინზა დამივარდა და სწორედ ახლა ვეძებდით. როგორ ხართ ოფიცერო? ცუდად. ბოლო დროს სულ ჯიბის ქურდებზე გვაქვს საჩივრები. ამუბანში. ჯიბის ქურდებზე? ეს სუმაქნისი ქურდები. იმედია ყველას მალე დაიჭერთ. იმედი მაქვს. შეხედეთ? ჩემი ლინზა ვიპოვე. და რატომ გაცვია ცულშავები? მიზეზი რატომაც სულ შავები გვაცვია ისა რომ ჩვენ გოთები ვართ. გოთები? ხო, გოთები. გოთებს სულ შავები აცვიათ. ყოველთვის.
და იქნებ ჩემი შვილიც გუთია. ეგ ბევრ ამის ახსნიდა. მოკლედ, ჩვენი წასვლის დროა, იმიტომ რომ ლინზა უნდა გავრეცხო და ჩავიდგა. კარგი, ფრთხილად იყავით, საფულეს მოუფრთხილდით. გოთები. არას არ გაიგებს კაცი. საპატრულო მანქანა 467 დახმარებას ითხოვს. საბურავი დაეშვათ. ღმერთო ჩემო. ზურგის ტკივილი. კლავს. ჩემთვის უნდა დამეჯერებინა და ფოთლებზე დაგვეძინა. მე თუ მკითხავ, ქვებზე ძილი სჯობდა. არ მეგონა რომ ცხოვრება ასეთი რთული იყო. ძალიან. მიშველეთ, დამეხმარეთ. შენც გაიგონე? გავიგონე, ვიღაც გასაჭირშია. შესანიშნავია, არა? რა? რატომ არის შესანიშნავი? იმიტომ რომ დღეს სამყაროს დაუმტკიცებ რომ ნამდვილი გმირი ვარ. ამ ტიპს ნახეთ რაღაც ჭირს. ფილმი გახმოვანებულია აჭარანეთ ბეთის მიერ. მიშველეთ. მიშველეთ. ნუ ღელავთ. მე დაგეხმარებით. ეს რა? რა არის? კაბანგია? თქვენი მხსნელი აქ არის. დამეხმარეთ. ჩემი პატარა ფრენა სწავლობდა და ქარის სისხლში გაიჭედა. დედიკო! ნახდება. პატარა ჯოკი დიდ გასაჭირშია. სუმანკო არსება, რომელმაც ბუდეს სულ ახლახან დატოვა, ფრენას სწავლობდა, მაგრამ უცებას საიდან ბოროტი დრაკონი გაჩნდა და პირდაპირ ჰაერში დაიჭირა. იმ საშინელმა ურჩხულმა ჯოკი თავის ბუდეში გამოამწყვდია. გაღალდა საშიშ მწვერვალზე. დაწოცინა ბარტყი გამოქვაბულშია დატყვევებული. გამოქვაბულს კი დრაკონი დარაჯა. კარგი რა, დრაკონი მანჰეტენის ცენტრში. სულ ერთია. ეს კეთილშობილი რაინდის საქმეა. ყურადღებით იყავი, დოგი. რადგან რაც ახლა მოხდება, ლეგენდად იქცევა. ნუ გეშინია დედა იხლო. შენს ბარტყს დრაკონის ალმოდებული ბუნაგიდან დავიხსნე. რასიზამ? ცოტა გამომხრეო დედა იხო, მდიდარი წარმოსახვაობს. ეს მე ვარ. დონ კიხოტი. მოდი რომ ჯოკი შენი საშინელი კლანჭებიდან დავიხსნა. ჩანს, მეთარება იზაბება. ჩემი ფოლადის გასასინჯად მოემზადე. ნუ ნერვიულობ ჯუკო. მალე თავისუფალი იქნები. ვილომშვიდობისა ბატონო. Don't worry. ნუ გეშინია ჯუკო. ყველაფერი რიგზეა. არცი ფიქრო. გეგონა დამამარცხე? გამარჯობა საყვარელო. და ისევ მე გავიმარჯვე. მაგარია, ხოჭახ. თუ ნებას მომცემთ, ჩემნაირი რაინდისთვის ეს მარტივი დავალება იყო. გადმოხდი ციცქნა, დაგიჭერ. სარწმუნებული ხარ? სუპერ დარწმუნებული. ნუ ნერვიულო. ნიდი ჩემო მამაცო. ვიცი რომ შეგიძლია. დედიკო, შეხედე. დაუბრინავ. არა? ბოდიში, დედიკო, დე. გმადლობ. ბუდიში რომ პირველი შეხვედრისას გეუხეში. ხამ გითხარი. სიკეთისთვის როგორ გადაგიხადოთ? თელ სამყაროს აცნობეთ.
დონ კიხოტ ლამანჩელი როგორი მამაცი გმირია. აუცილებლად. დონ, კარგად ხარ? გინდა ძებნა განვაგრძოთ. მალე გავაგრძელებთ. მანამდე კი გავისვენოთ. კარგი მეგობარო, დაიმსახურე. ორნი იყვნენ. შავები ეცვათ. თოჯინების მოპარვაზე ლაპარაკობდნენ. რა? მე ცუდია. რისი თქვა გინდა დი? მეშინია რომ დაბრუნდებიან. ღმერთო, ყველანი დავიხოცებით. როგორი მშიშარა ხარ, პეტრა? ვიფიქრე რომ აჯობებს თუ მარტოები არ საწავალთ. ორ-ორმა ვიაროთ. და რეკვიზიტების კარადაში ხომ არ დავიძინოთ? უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით. დიდებული ამბავია დი. პირდაპირ დაუჯერებელი. შენი აზრით ვიგონებ? მართლა მოხდა. გატეხილ მინებს შეხედე. კარგი რა, კარის ბრალია. სიმართლეს ვამბობ. როგორც ჩანს, დონის წასვლის შემდეგ დი ჩვენი ახალი მეოცნებე გახდა. აბა, წვეულება ჩემთან. წვეულება? კარგი, მე არ თქვათ რომ არ გამიფრთხილები ხართ. უკვე ახლოსა. სასახლე იმ ღრუბლებს მიღმა უნდა იყოს. უკვე ბარაბნის ხმაც კი მესმის. მეფე მელოდება. არა, ეგ რაღაც მომაშორე, ახლოვე მომაშორე. მოგვდები. რას ამბობ? ჩემთვის გასვლება არ შეიძლება. ელემენტზე ვმუშაობ. წყალი ჩემს დიჯეის სქემას გადაწვავს. თანამედროვე ტექნოლოგიის მინუსები. კარგი, წამოდი, აქეთ წავიდეთ. კარგია რომ დროზე მოვასარი. წარმოიდგინე ამ თქეში გარეთ ყოფნა. დარწმუნებული ვარ რომ მალე გადაიღებს. ბავშვები იპოვე? არა. ნუ ნერვიულობ. მალე ვიპოვეთ. ხედავ, სულ პატარა წვიმა იყო. მეტი არაფერი. რა პატარა? მე თუ მკითხავ, ნამდვილი წარკვნა. ჩემი აზრით კი აურზაური არაფრის გამოატეხე. მისვენეთ. დრაკაცინებს. გამორიცხულია. გვეყოფა დღეისთვის თავგადასავლები. ყველას ვერ გადაარჩენ. სისულელეა. პატარა ენოტები უნდა გადავარჩინოთ. დიჯეი პატარა ენოტები ამ ქვეყნად ყველას უყვარს. რას ამბობ, ენოტები არავის უყვარს. და ეს ენოტები არც ისე მეგობრულები არიან. არ ამგონია გადარჩენას იმსახურებდნენ. მაგრამ რაც თავარია, მე ვერ გადავარჩენ. ჩემთვის დასვალება არ შეიძლება. კარგი რა, დახმარება მჭირდება. მე არ მithქვამს რომ თანახმა ვარ. გეფიცები თუ დავსვალდები, მაგრად ირანებ. გეგმა მაინც გაქვს. აბა რა, ჩემი გეგმა იმპროვიზაცია. რა ეგ რა გეგმა? წოწოს მორჩი და მთავარი ალქანი აღმართე. წინ! შტორმის მიუხედავად, ჩვენს გმირს გმირობების ჩადენაში ხელს ვერაფერი შეუშლიდა. ზღვის ტკბილხმოვანი სიმღერა მას სულ უფრო და უფრო ღრმად იტყუებდა გაწოფებულ ტალღებში. შენ აქ ჭირს ვერ გავიგე. მოდი აქ, ასე მთელ თავგადასავალს გამოტოვებ. ოკეანის სუნი, ტალღების მოუთინიერებელი ძალა, გეფიცები ძარღვებში ზღვის წყალი მიჩქებს. ჰეი, აქეთ. ხათა გავიწყდეთ. აქვე. ძალიან მთხოვნ. ნუ დარდო, დაგეხმარებით. რასაკეთებ? აწაწინა ენოტებს ვეხმარები. კარგი იქნება მაგიდან თუ ჩამოთრები. რა? ენოტები სანიავრე ხვრელისკენ მიდიან. ეს რა, წყლის ატრაქციონია? ხედავ,
გიგანტური ვეშაპი. მართლა ატრაქციონია. ენოტები გასაჭირში არიან. სხვა გზა არ გვაქვს. არა, სხვა გზა ნამდვილად გვაქვს. ენოტებისთვის. ცუდი აზრია. ჩანჩქერი. მომეჭიდე. მოგესალმებით ბორტზე პატარებო. მოვედით, რომ გადაგარჩინოთ. ფრთხილად იყავით, თხოვთ. თქვენ ჩემი გმირები ხართ. გაიგონე? გმირები ვართ. ისინი გადავარჩინეთ. შენი აზრით ეგ არის გადარჩენა. მიმოიხედე, ჩვენ თვითონ ვართ გადასარჩენები. არ დაუშვა რომ ეს დიდებული წუთი ნეგატიურმა აზროვნებამ დაჩრდილოს. მას ასე ახლა? ახლა აქედან გავალთ და მსოფლიოს ჩემს საგმირო საქმეებს ვამცნობთ. კარგი, მაგრამ ძაღლმა სწორად იკითხა, აქედან როგორ გავალთ? ეგ ჯერ გამოცანა დარჩება. მაგარია. მოყვე მოვიწყინე. მემშია. ჯერ არ მივსულართ? ეს გაიგონეთ? რა? ჩუმად დაძინებას ვცდილობთ. ცოტა ჩუმად. მიდის რაფაც არ ამის პოლიციელი მოსულა. არავინ გაინძრეთ, ეს ძარცვა. მამა მია. ყოველთვის მინდა და ამის თქმა. ეგ ვისად არტებს, იდიოტა. ჯეკპოტი. შეხედე, რამდენი თოჯინა. რას აკეთებ? თუ გავტეხავთ ფულს, ვინ გადაიხდის? წადი, თოჯინები იქ მოძებნე. იქ წადი, აქ მოდი, ის გააკეთე, ეს გააკეთე. ბრძანებლობს რა აქ. ოიმე. არა. ოიმე. უკუბები. ღმერთო. გითხარი მელამეთქე. აღჭერს. მორჩი რა ამ სისულელებს. რა ჩემი ბრალია. აქ ყველაფერი მორყეულია. შენი ბრალია. ეს ხომ გასაჭირში მყოფი გოგოა? მიშველეთ გასაჭირში ვარ. როგორ არა, გასაჭირში ხარ. თან როგორში. კარგი, მზადა, შეგვიძლია წავიდეთ. საბარგულში ჩადე. ჩემი უფროსებით ნუიქცები რა. შენთვის არ მუშაობ. საბარგულში ჩავდებ, იმიტომ რომ მე თვითონ მინდა ეს. ნაბარა. ვიშველეთ, ვინმე დაგვეხმარეთ? წარიხსნება. გეგმა მაქვს. თუ ერთად ვიმოქმედებთ, თავსახურს აღვდით ისე რომ გავძრე. დანას ავიღებ, რეზინს გადავჭრი, სახურავს აღვდი, ხილაკს დავაჭერ და გავიქცევით.
მადლობა დი რომ ამ საშიშ გმირულ მისიას დათანხმდი. ეი, ალფონსო, შენ ხომ გმირი ხარ? შენ უნდა წახვიდე. ო, მართალი ხარ? მეც ვეთანხმები ვეთანხმები. ალფონსო. მიდი, ალფონსო. მოდი დავილაპარაკოთ მოიცადე ცოტანელა. ვაი. ალფონსო, დანაიღე. ვინ რეზინი უნდა გაჭრა? ალფონსო, რა საკეთებ? მე უკეთსადე. საბარგული ღია. კაცი ვერაფერში გენდობა რა. მოდიან. დაუკეთე, გეფიცები. როგორც ჩანს, კარგად ვერ დაკეტე. გენიოსო. ფილმი გახმოვანებულია აჭარანეთ ბეთის მიერ. ალფონსო უბრალოდ მიკոտოვა. მარმჯერა. აჩარი. თავს გმირად გვაჩვენებდა. დაიბრინძებოდა თავისი წითელი მოსასხამით, მაგრამ როცა სიმამაცის გამოჩენა დასჭირდა, ლაჩარი აღმოჩნდა. ჩემი გმირი ნამდვილად არ ყოფილა. რაცუდია რომ დონა მარიცის რა ხდება. უკვე მოვედით? ძალიან მშია. დედასთან და მამასთან მინდა. სახლში მინდა. აბა, არიტიროთ პატარებო. სიმღერით გაართობ, დიჯეი. მაგრად გაგიმართლათ. ჩემმა სისტემამ გაამართლა. მე დიჯეი დოგი ვარ. ლამაზი და თბილი ვარ. ჩემი რეპი ასწორებს. მე დიჯეი დოგი ვარ. არ არის სასაცილო. ბოდიში. სხვა არაფერი მაქვს. კარგი რა, ბევრად მეტი ხარ ვიდრე ეს სიმღერა. მე არ ვიცი რა უნდა ვთქვა. უბრალოდ შენი ისტორია მოყევი. მე დიჯეი დოგი ვარ. ლამაზი და თბილი ვარ. ჩემი რეპი ასწორებს. მე დიჯეი დოგი ვარო, ნავზე გავიჭედეო, მაგრამ არ მაშენია. ენოტებთან ვერთობი, ვერაფერი გვაშინებს. ჩემი ძმა დონი გიჟია, თან მაგარი ტიპია. დიდებულია. ყველას ერთად გაგასწორებს მიწასთან. ბოლო ნაწილი დიდად არ მომეწონა, მაგრამ დიდებულია, ორიგინალური დასაწყისია. არ მჯერა რომ შევძელი. დაცემა იყო. დაცემა? თუ სუსტად ხარ, უნდა მოგხედოთ. არა, დაცემა როგორც უმაგრესი რა. უკედროა ასეთები ისწავლო რა გჭირს. რაც მთავარია, კარგად ხარ. საკუთარი ტექსტი მომეწონა. ხო და განაგრძე. მაგარია. I'm DJ Doggy throwing rhymes you catch. აბარა. If we rap battle, I'll win the match. When I see your turntable, I always scratch. მე დიჯეი დოგი ვარ. მე დიჯეი დოგი ვარ და ჩემი ტექსტი გავრებე. რეპის ომი მოვაწყოთ. მე ვერასდროს მომიგებ. აი ეს სიმღერა. შენ ძვალივით მოგიგდე. შეხედეთ, იქ შეხედეთ. მართლა გასასვლელია. ვიცი ეგ რა არის. ბეშაპების სასუნთქი. უნდა გავიდეთ. რა? არა. ძალიან საშიშია. იქ უფრო უსაფრთხოა, მარჯვნივ მოუხვიე, იქით უსაფრთხოა. მოიცადეთ, ერთი წამი მომეცი. აი, ამან უნდა გაამართლოს. უზის ჩასაშვებად მოემზადეთ. რა მაგრად ისროლე. ახლა კედან გავალ. დრო დავჭენ. არ გახარ?
დაგვითამაშ ჯობს. მაგარია. და ახლა რა ვქნათ? ეს გემი ვეშაპის მუცელში გადავარჩინე და ჩემი მტკიცე ხელით მივიყვანე ერთადერთ გასასვლელთან. უმაგრესი ამბავია. და გმირული. თქვენს მეგობრებს უამბეთ. 1, 2, 3. ისროლე. წადით და გაავრცელეთ ამბავი გმირზე. სახელად დონ ლაბარაკს სპორტში ნავს უნდა მოვშორდეთ. ასეთი მასშტაბური სცენა სიტყვა სიტყავს, რომელიც ასევე გრანდიოზული. დავიხოცებით? ლეგენდები არ კვდებიან. არა უშავს. შეიძლება ფეხი გავიტეხე, მაგრამ თავარია ვეშაპი დავამარცხეთ. აი ასე. ახალივითა. აი, ახლა ახალივით. DJ სქემა გამიფუჭდა. ხომ გითხარი, ჩემი დასვალება არ შეიძლება მეთქი. კარგი კუთხით შეხედე, ასე ხომ უკეთესია არა? რა? ეს ჩაწერილი ფრაზები გაფერხებდნენ, შენს უნიკალურ ხმას თრგუნავდნენ. ახლა თავისუფალი ხარ, წარმოსახვას გამოიყენებ. რამე განსხვავებულს მოიფიქრებ. მე მიყვარს ჩემი ფრაზები. მომწონს რომ DJ დოგი ვარ. არ მინდა შეცვლა. DJ, ცვლილებები ყველა გმირს სჭირდება. იცი არა რობოდავ? იცი არა? მეც აკევი, იმიტომ რომ მეგობარი მჭირდებოდა, მაგრამ გავფუჭდე. DJ, მესმის რომ ნერვიულობ. მაგრამ გზა უნდა განვაგრძოთ. ღრუბლების სასახლისკენ. არ არსებობს ეგ სასახლე, მარტო შენს თავშია. რით ვერ გაიგე? რას ნიშნავს არ არსებობს? არც სასახლე, არც ლომი, არც დრაკონი, არც ვეშაპი. არაფერი. არ იცი რას ამბობ. ხომ ნახე DJ, ყველა ეს საბრალო უსუსური ცხოველი გადავარჩინე. და კინაღამ ჩვენ დავიხოცეთ. გმირი არ ხარ ძმაო? და არავითარი მეფე არ გელოდება სასახლეში, რომ ის მოგცეს, რაც შენი აზრით სჭირდება. საკმარისი მოვისმინე. სასახლეში წასვლას ვერავინ გადამაფიქრებინებს. მოდი ხარ ჩემთან ერთად თუ არა? კარგი. იცოდე სამეფო ნადიმს გამოტოვებ. მოკლედ, წყლის ატრაქციონი იყო. მერე უცებ უცნაური კაცი და სასაცილო ძაღლი გამოჩნდნენ. გასაგიზებელი იყო. თავზე ვცეკვავდით, კინაღამ დავიხოცეთ, უმაგრესი იყო. ძალიან მომეწონა. შეხედეთ იქვინ არის. მეკონა მოკვდი. ჩვენთვის ცოტას გარებავ. ახლა უმაგრესი ტექსტები გაქვს. ძალიან მაგარი. ბოდიში ბავშვობა, არ ვარ ხასიათზე. დიდი მადლობა. უცნაურად ჩაცმულოთ სუგა. შენ ჩვენი პატარები გადაარჩინე. და ბოდიში რომ იმ ღამით ცუდად მოგეკეცით. რა ვიცი, არა უშავს. თუ ოჯახს ისევ ეძებს სიხარულით, როგორ თქვი? მიგიღებთ ჩვენთან. კარგი რა, თავს ნოირცხენ. ვა, რა მაგარია. იცით, თქვენი ოჯახის წევრობა ჩემთვის დიდი პატივი იქნება. მაშინ გადაწყვეტილია. ძალიან კარგი. 5 წუთი ვარ მარტო დონის გარეშე და უკვე ოჯახი ვიპოვე. მოიცადე. სიმღერასავით გამოვიდა რა? ხო, მართალია. DJ Doggy Dog. Yo. Listen up, Dawn. I've landed on my feet. I got a new crew, now my life's complete. We live in the park, and I'm spitting out rhymes. From this point on, it's only good times. Yeah. Until this day, I just didn't know how having new friends would change my whole flow. So listen up, Dawn. I'm as good as can be when I'm here in the park with my new family. Yeah. DJ Doggy.
Listen up, Dawn, I don't mean to slam, but the raccoons appreciate me for who I really am. I don't need a friend who lives in a dream when I'd rather just hang out with my newfound team. Yeah. So listen up, Dawn, I'm done. Cause now that I'm free, my life has begun. Hanging with the raccoons in the afternoon. My life is great. DJ Doggy Dog to the moon. ის მოხუცი მართალი იყო. ძველი ფრაზები არ გჭირდება. ჩემს მეაბჭრეს, ჩემს მიზანში ეჭვი როგორ ეპარება. არც დრაკონია და არც ლომი, სისულელეა. ის რა? ნუ თუ ასეც ვიცოდი. გახსენით კარიბჭე, დონ კიხოტი მოვიდა. აქ მეფის სანახავად ვარ. ეჭვგარეშე არ ომდიდებული ნადიმისთვის ემზადებით ჩემს პატივსაცემად. რადგან ასეა, ჩემს თავს შემოსulis ნებას მივცემ. იდი სულელო კარო გაიღე. როცა რაინდად მაკურთხებენ, ჩემი ლეგენდარული გმირობებისთვის, DJ Doggy Doggy, როგორც იქნა მიხვდება, როგორც დებოდა. აკვარ. რა ხდება? ეს რომ ჯადოქრობა? არა. Try this trick and spin it, yeah. ბოდავ! ყველაფერი შესთავშია. არ არსებობს ეგ სასახლე. არც ლომი, არც დრაკონი, არც ვეშაპი. ეს ყველაფერი შენი წარმოსახვის ნაყოფი იყო. ეს ნამდვილი არა. ნემდები, სახლში მივდივარ. როგორ არ გსხვენია, ნამდვილ სასახლეს როგორ გავხარ? გსხვენოდეს. როგორ ჩანს, ყოველთვის მასხარა ვიქნები. უსარგებლო კონსერვის ქილა. რა? ვინ არის აქ? დონ? ალფონსო? შენ რა? სხვები სად არიან? ისინი კურდებმა გაიტაცეს, დონ. მოიცა, რას ნიშნავს გაიტაცეს? ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო. ვიბრძოდი, მაგრამ სამწუხაროდ კურდები გაიქცნენ. ღამის სიმნელეში მიმავლნენ და მათი კვალი სამუდამოდ გაქრა. ალფონსო, რატომ არ გაეკიდე? რა სისულელეს ამბობ? მაგას მარტო ბრიყვით უიზამდა. იცი რა? ჩვენ და საბედნიეროდ ეგ ბრიყვი მე ვარ.
ეხით რას დავეწევი? დრო კი ახლა გადამწყვეტია. დრო ამ თავგადასავლის საკადრისი მერანი ვიპოვა. გამარჯობა, კეთილშობილო არსებავ. მაშინ მოგეთყობა, რომ მხოლოდ ამ ეტლის საგორებლად არ გაჩენილ ხარ. მოსაწყენი სამუშაოა, მაგრამ სტაბილური. სანამ შენს დამსაქმებელს ზინავს, ამ ბორკილებისგან გათავისუფლებას გთავაზობ. შენ კი ჩემს თავგადასავალს შემოუერთდები. ვიცი. მაგისტრის შეიძლება მომხვდეს. სამაგიეროდ, სახელს გაითქვამ როგორც საუკეთესო ცხენე ისტორიაში. მიდი, ეს თვითი მომაშორე და წავედით. გმადლობ რომ მიყავარ, მაგრამ ცოტა უფრო ჩქარა არ შეგიძლია? ნება მომეცი აღნიშნო, რომ უკვე წლები არ მირბენია. როცა პარკში სეირნობ, მთავარია ნელა და მშვიდად იარო. მაშინ იქნებ დაივიწყო, რომ ქალაქში ხარ. პრერიებზე იფიქრე. შენ ყველაზე სწრაფი კვიცი ხარ, რომელიც გაშლილ ველებზე დაქრის. მივხვდი! ისევ ახალგაზრდა ულახი ვარ. ზუსტად. ახლა კი წავედი. აი ასე უკეთესია. რა მაგარია ისევ სირბილი. გასამდევდი ვარ. ჯერჯერობით ზეთის ყვალს გაყევი მეგობარო. დღეს დიდებული ნადავლი გვაქვს ბავშვებო. დავმართვით ჩემო ტკბილო. თქვენ ჯამეთ. როგორც გინდა. აჩო, მიდი. ეს რა დონია? ვერც კი წარმოიდგენ როგორი მადლობელი ვარ. გილად? გაკეთილზე გავდივარ. ამ შვიდად. გონი დრო ეს მოვიშოროთ. ეს სამიდე გამოსახულებას გავთ. სულთქვის შემკურელია. It's like ghost fantasy. მაგრამ სინამდვილეა. აგა! გამაგზი. შეხედე. ეს რა არის თოჯინა ცხენზე? ეს მარტო ნიუ-იორკში თუ მოხდებოდა. ღმერთო ჩემო, ცხენზე იჯდა? მანქანებს ახტებოდნენ და ქარივით ფიქრობდნენ. და რომ იცოდეთ, გასაოცარი იყო. ეს დონ კიხოტია. ხმები დადის, რომ ცენტრალური პარკის გმირია. ეგ ტიპი დიჯეის მეგობარია. რა? არა. ისე ალბათ ცოტას მეგობრობთო. გამოძიებას ფეხით განვაგრძობ. არ გიწყინოს, მაგრამ შენი ზომის და ნალების გამო მიპარვა არ გამოგვივა. სულ ასეა. გმადლობ, კეთილშობილო ცხენო. არის. ფილმი გახმოვანებულია აჭარანეთ ბეთის მიერ. არ მინდა ეს თოჯინები აქ დიდხანს დავიტოვა. მაგრამ მანამდე არ გამოგიგზავნით, სანამ
უკვე გითხარით, როგორც კი ფულს გადმორიცხავთ, თოჯინებს გამოგიგზავნით. არა, ჯერ ფული. უკვე გითხარით. არ გამოგიგზავნით, სანამ ეს რა? გინდათ პირდაპირ ვილაპარაკოთ. ხომ კარგად იცით რომ ქურდები ვართ, არა? გირჩევნიათ არ გვეთამაშოთ. ჯერ ფული, თორემ ვერაფერს მიიღებთ. ამ თოჯინებს სახერხში ჩავყრი, ფეხებზე მკიდია. დონია! დონ? თვალებს ვერ ვუჯერებ. ეს დონია. როგორც კი გავიგე რომ გასაჭირში ხართ, თქვენს გადასარჩენად გამოვაშურე. რა გიჟიხარ? აბა რა გითხრა? მე ხომ მასხარა ვარ არა? დონ, უკან! ეს ხუთიდან გადმოვარდა. არ მჯერა, ფეხი მოატეხე. არა, მე არა. რომ ვიპოვე ასეთი იყო. კიდევს უთხრათ რომ ფეხი აქვს მოტეხილი? შენ რა გააფრინე? ისედაც გაგიჟებული იყო. თუ რამე სიტყვის, კურიერს დავაბრალოთ. თაღლითობა, მაგარია. მომწონ შენი აზროვნების სტილი. ალბათ მასხარას იმედი არ უნდა გქონოდა. სადა მაინც ჩვენი გადარჩენა. ალფონსოს კი არ გავს. ლოჩარი. დონ, კარგად ხარ? რა იყო ჭიანჭობა შეგიძლია? მინდა რომ ხმალს მივწვდე. ხმალს? ფეხზე რომ ბასრი ნატეხი მაქვს. აი მაგას. კარგი, მე ვწდი. მეგეტინება? ბოდიში. ისა? ეგა. ერთი ეს სახვევი გაჭერი? და მამაცმა გმირმა დიმ მძლავრი מחვილის ერთი მოქნებით ისინი გაათავისუფლა. ოჯახ. ვიცოდი რომ შეძლებდი. ეს უფრო მომწონს, ვიდრე გასაჭირში მყოფი გოგოს თამაში. ნულიანებს შეხედე. ფული გადმოგვირიცხეს. ფული. ფული. წავედით, აქედან უნდა გავიდეთ. ცოტა ხი გავიაროთ და რკინის კიბით დავეშვათ. შენ რა გაგიჟდე? აქედან რომ ჩავცვი და დავიმსხვრევით. ისევე შედია ვერც მოძრაობ. მეგობრებო, შვიდად. მოდი თავიდან დავიწყოთ. დონ, გახსოვს საწყობში ის გობლინი როგორ დაამარცხე? არა მგონია რომ შენი წარმოსახვის წყალობით მთების ქათათბა შეგიძლია. სამყაროს ისეც ხედავ, როგორცაც სხვა ვერავინ. დაგვეხმარე რომ ის ჩვენს შენსავით დავინახოთ და ჩვენს შენსავით გულადები გავხდებით. დი, მივხვდი რასაც ამა. მოდით, ყველამ თვალები დავხუჭოთ. რა მოხდება თუ გეტყვით რომ დედამიწაზე ყველაზე უშიშარი არმია ვართ. 8 მომაკვდინებელი სამურაი, აპოკალიფსის 8 მხედარი. რაინდობის 8 მცველი. მაგრამ 8 უბრალოდ თოჯინა ვართ, თოჯინების თეატრიდან. და ეს იყოს ყველაზე დიდი წარმოდგენა ჩვენს ცხოვრებაში. მოდით, წარმოსახვის ტალღებში შევცუროთ. დასაბამის დღიდან დედამიწაზე 2 სისხლის მსმელი გოლიათი ცხოვრობდა. კარიბჭის მცველნი და თუ ისინი დაგვიჭერენ, ნაფლეთებად გვაქცევენ. მაგრამ არ შეგეშინდეთ. მათი ზომა მათივე სისუსტეა. ჩვენი რაინდობა კი ჩვენი ძალაა. დონ, უნდა შთაგვაგონო, კი არ უნდა შეგვაშინო. მაგრამ ჩვენს შესანიშნავი რვიანი ვართ. და იქნებ გოლიათები სუპერ სასაცილოები იყვნენ. საშიში ხომ აღარ იქნებოდა? ძალიან კარგია. რა მოხდება თუ? სიარულის დროს გააკუებენ ხოლმე? და ეს გოლიათები არიან დამზადებული მუღალოსგან. დავწვათ გოლიათები. მგონი უკვე ზედმეტი მოგვივიდა. კარგი რა დონ. თვითონ თქვი რომ ეს ყველაზე დიდებული წარმოდგენა. მოდით ხიდზე ავიდეთ და კარიბჭისკენ გავიქცეთ. მოვილაპარაკეთ? წავედით! იქვინმეა? თოჯინები საწავიდნენ. ვიღაცა მოიპარა.
ჩემები ცოცხლები არიან, შეხედე. ცოცხლები არიან? ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტ ფულს ვიშოვით. წაგვიდეთ სწრაფად, დავიჭიროთ. წადით, ქვემოთ შევხვდებით. რას წამოწექი? მიდი, გაიჭირე. ეი, ნაკედან გასასვლელი არ არის. გამოგიჭირე. მე DJ დოგი ვარ. დიდებმა და პატარებმა მომისმინეთ. დონი ჩემი ძმაა, ჩემი მისია, მისი ხსნა. რა ხდება აქ? იო! მიგე! ჩემი მუსტის ბრისყალება იგებე. ცოცხალია და ფეხებს იქნევს. ერთო. დონ, გილაკ დაჭირე. კუჩაში ამობენ, რომ რაღაც გმირობის ჩადენას აპირებ და ვიფიქრე, მიაბჯრე და გჭირდებოდა. შეიძლება რაღაც გითხრა? ნამდვილი ხარ? ანუ მართლა არსებობ? მართლა ხარ თუ მარტო ჩემს თავში? გეყოფა რა? რა თქმა უნდა ნამდვილი ვარ. და ახლა უნდა მოусვათ. არასწორ ადამიანს გადაეკიდეთ. იქ არიან. დონ, ნამდვილი ვარ. და შენი მეგობარი ვარ. ხელი მომკიდე და მენდე. სულელიც კი არ. აი რას ვეძახი მოულოდნელად არ ბილ დაშვებას. უშა, არა კარგია, ისინი არიან. უნდა გავიქცეთ. აბა, დავიშალოთ და თეატრში შევხვდეთ. შემომახტით. ღმერთო, რა კარგია. ვაიმე, მანქანასთან წავიდეთ. ვიცადე, გასაღები ზევითაა. რა იდიოტი ხარ, ნამდვილი უტვინო. ეი, გამოსტერებულო, მომეცი სკუტერი. საოცარია. მაგრად მგზავრო. ნაყვი აღარ. შეხედე. ცოტა სწრაფად არ შეიძლება? ნუ მაჩქანებ, მარტო ერთი ცხენის ძალა მაქვს. პირდაპირ დაცემა. მაგარია დონი, სლენგი ისწავლე. ვათხილად. ბავშვებო, ვიცი რომ გოთები ხართ, მაგრამ აქ რა საკეთებთ? არა, მომისმინეთ. თოჯინები ცოცხლები არიან. ისინი მათ სულები ჩაუსახლდნენ. ისინი უნდა დაიჭიროთ. როგორ არის? და კიდევ თოვლის კაცი ნამდვილია. აბა ერთი გამომყევით განყოფილებაში. ისინი ცოცხლები არიან. ისინი ცოცხლები არიან. დონ, ძალიან მაგარი იყო. მე მაპატიეთ, მაგრამ ეს უცნაური ძაღლი ვინ არის? ნება მომეცით წარმოგიდგინოთ DJ Doggy Doggy. აბა სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. DJ Doggy Doggy ჩემი მეაბძრე იყო თავგადასავლების დროს. მოიცადეთ? რომ იცოდეთ, DJ სანდო და ნამდვილი მეგობარია. და ნიჭიერი. თქვენ რომ მისი პოეზია მოგასმენინათ, შთაგონების დიდებული წყარო იქნება ჩვენი დასისთვის. იმედია მას ჩვენს ოჯახში მიიღებთ, როგორც ჩვენიას.
რადგან ჩვენი დასის ახალი წევრია. ჩვენი დასის ახალი წევრი. Benvenu. კეთილი იყოს მეგობარო. ალფონსო? ყველას გამარჯობა. ნუ ნერვიულობთ, კარგად ვარ. თავს რით იმართლებ მისტერ ყველამ თავის თავზე იზრუნავს. შენი გმირობა ასე უცებს სად გაქრა? ამ მოსასხამის ღირსი არ ხარ. კარგი, როცა გჭირდებოდით, შემეშინდა გმირი არ ვარ. მომენატრებით. ჩვენ ყველანი მსახიობები ვართ. ალფონსოს და ყველა დანარჩენს შეგვიძლია სხვადასხვა როლი ვითამაშოთ. სხვა დროს ისევ შეძლებ გმირის თამაშს. მაგრამ ჯერჯერობით მასხარა იქნება. ამას ბანანის კრემი არ უნდა გქონდეს? საბარსი კრემია, როგორც ყოველთვის. კარგი, მორჩით სისულელებს, სპექტაკლი უნდა მოამზადოთ. მაგრამ პირველ რიგში იქნება მიშვათ-ზევით. ალბათ ეს დავემსახურე. DJ, შენთვის სიურპრიზი მაქვს. მინდა ტომი გაგაცნო. ის ტექნიკის ჯად�ოქარია, ვისი წყალობითაც განათება და ხმა იდეალურად მუშაობს. და რადგან შენი სქემა წყალმა დააზიანა, რისთვისაც სუდი დესპოტის გიხდი. უთხოვე შენი დახმარების გზა მოიცებნა. ნება მომეცი წარმოგიდგინო, შენი ახალი ხმა. დადამ! არ მგონია რომ ეს ჩაიდიოს. სუპერ! იცით რა? გონი უმაგრესი იდეა მაქვს. დარწმუნებული ვარ ძალიან კარგი იქნება. ფილმი გახმოვანებულია აჭარანეთ ბეთის მიერ. გალბატონებო და ბატონებო, გთხოვთ გამორთოთ მობილური ტელეფონები და ელექტრომოწყვილობები და სრულიად ახალი ისტორიისთვის მოემზადოთ. ჩვენ ერთად შევცურავთ წარმოსახვის ტალღებში, რადგან წარმოგიდგენთ თავგადასავალს. გამარჯობა. იმედია დღეს არ მოიწყენთ. მე DJ დოგი ვარ, მაგრამ ეს ისედაც იცოდით. რა თქმა უნდა, მე დიდი სიამაყით წარმოგიდგენთ ახალ შოუს, რომელიც მე და ჩემმა მეგობრებმა შევქმნით. Now this is a tale about a band of misfits, always changing outfits, taking down the culprits. It's full of wild narration, 'cause a world in inspiration gets bigger, better, brighter when you use your imagination. The years and years, just waiting on a shelf. Thought I had to walk through life all by myself. Whenever people saw me, they treated me like trash. All alone in NYC, living like an outcast. But I wasn't the only one. They laughed at me and called me a dreamer. The clown, the buffoon, the nincompoop. They said I was weak. What they didn't know is When you're down and out, down and out. and you're feeling doubt, there's a friend that you can count on. There's always around. So have you heard? The whole wide world Bigger world. gets bigger, better, brighter when you use your imagination. Bigger, Better. brighter when you use your imagination. I'm the knight, the king awaits, and I declaim out loud that nothing stops me on my quest to the castle in the clouds. Not even a bloodthirsty beast can keep me from my quest. One sees a wicked beast that roars instead of barks, but all we see is a silly dog lost in Central. Unhand that duckling, you fiery dragon! Dawn, no dawn is doubling down on his delusion. Imagining a dragon to fuel his own delusion. Saves the day and saves the duckling. Oh my, this is only the beginning. Oh, we are raccoons in distress. We're all going to die! Let's save the baby raccoons! The very next chapter of this fairy tale tale, Don and his squire were swallowed by a whale. It all went wrong. We lost ourselves to spite, with no way back to put things right. I was lost in a dream, a nightmare without end. Too blinded to see I was losing a friend. Where's my mind? Our friends thought they were lost. Where
but a beacon of hope still shines. We were down and out, Down and out. and feeling down. Things got bigger, better, brighter when we used our imagination. The things went berserk, we were lost for help. Alfonso cried out. Everybody for themselves. God returned with his friend in crime. Let this be the greatest performance of our lives. Bringing down the giants was the crew of the best. But what I love the most, I must confess, Even though our friendship was put to the test, our family came through and we beat the crust. and now we're inseparable. When you're down and out and feeling down, There's a friend that you can count on. That's always around. So have you heard that the whole wide world gets bigger, better, brighter when you ფილმი გახმოვანებულია აჭარანეთ ბეთის მიერ. Try this trick and spin it, yeah. Your head will collapse, but there's nothing in it, and you'll ask yourself, where is my mind? Where is my mind? Where is my mind? Way out in the water, see it swimming. I was swimming in the Caribbean. Animals were hiding behind the rock. Yeah, except for the fish bumped into me. Swear he was trying to talk to me. Caught. Way out in the water, see it swimming.
dog. I'm DJ Doggy. I'm cute, not scary. Got rhymes so fresh that I'm legendary.